აქედან ერთ-ერთი ხიზილალა არ არის და ეს ადამიანების უმეტესობამ არ იცის. სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, იქამდე კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი შეხედულებით, აქედან რომელი არის ნამდვილი ხიზილალა და რომელი იმიტირებული. გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სრულსათის უნებლობის სპეციალისტი. ეს არის იმიტირებული ხიზილალა. პროდუქტი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი ხიზილალა, მაგრამ თევზთან შეხება საერთოდ ამ პროდუქტს არ აქვს. ამ პროდუქტის მირთმევა ყოველთვის პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას წარმოადგენს ის, თუ ვინ ან როგორ მიირთმევს და რა დანიშნულებით ამ პროდუქტს. მოდი ვნახოთ თუ რა ინგრედიენტებს შეიცავს ეს იმიტირებული ხიზილალა. თევზის ბულიონი, წყალი, ცისარტყელა, კალმახის იმატიზატორი, მარილი, საკვების ცხიმები, ზესონძირის ზეთი, შენასხმელებელი, სხვადასხვა დასახელების საკვები დანამატი, კალციუმის ქლორიდი, მარცვლეულს შეიძლება შეიცავდეს კიბოსნაირებს, მდოქს, არომატიზატორები, არომატიზატორების გამოძლიერებლები და ასე შემდეგ. ამ პროდუქტის მირთმევა არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთ მომხმარებელს გონია, რომ ნამდვილად თევზის პროდუქტს ჭამს. სინამდვილეში კი ეს ესე არ არის. სურსათის უმნებლობა არ არის მხოლოდ ის, რომ თავი დავიცვათ სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან. სურსათის უმნებლობა არის ის, თუ ვიცოდეთ რეალურად რას ვჭამთ. მეტი ასეთი ვიდეოსთვის დაალაიქეთ და დაარეპოსტეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ხოლო სურსათის უმნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის მოგწერეთ.